საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულება. კომუნისტურ კრიმინალური პუტჩის პირველი დღიდანვე საოკუპაციო ადმინისტრაციის ყოველი შემადგენლობა ცდილობს თავის საქმიანობაში ჩააბას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები და ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები. ეს გამოიხატება მცდელობაში ჩართონ ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებში, გაერთიანებებსა თუ კლუბებში. ყოველივე ეს ხორციელდება საოკუპაციო ადმინისტრაციის მხრიდან მათი დაფინანსებით, თუ ამ დაფინანსებების დაპირებით. ხუნტა ცდილობს შექმნას ილუზია იმისა, რომ მასთან თანამშრომლობენ მოქმედი, ლეგიტიმური დეპუტატები და მთავრობის წევრები. ამასთან დაკავშირებით მოვითხოვ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურმა დეპუტატებმა გაითვალისწინონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილება. განაგრძონ კატეგორიული გამიჯვნა თვითმარქვი ადმინისტრაციასთან და თავისი ქმედებით მაგალითი მისცენ საქართველოს ყველა მოქალაქეს კანონიერების აღდგენისთვის ბრძოლაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჟღენტი 26 ივნისი 2013 წელი ქალაქი თბილისი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილება. 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: პირველი, 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს როგორც სახელმწიფო გადატრიალება. მეორე, არაკანონიერი ხელისუფლების სტრუქტურების სამხედრო საბჭო და ასე შემდეგ შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია. მესამე, ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადეს იურიდიული ძალის არ მქონედ. მეოთხე, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნეს როგორც სამშობლოს ღალატი. მეხუთე, საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ უკანონო ხელისუფლების დაუმორჩილებლობას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.